მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბრწყინვალე აღდგომას ეიმობს. აზეიმო ღვთისმსახურება ღამით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში შესრულდა. წელს სააღდგომო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრა მეუფეში ომსრიანი საპატრიარქო ტაძარში აღავლინა და წერვის ბოლოს სააღდგომო ეპისტოლეც წაიკითხა. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ეპისტოლეს დიდი ნაწილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიუძღვნა და ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უწმინდესი ერის მოქცევას და გაერთიანებას გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს. დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო, ხსნელი სოფლისა და საბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემოსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა. აღდგა უფალი, დაიმცხრა საკრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა. აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა. აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი. დიდია მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერი ვღაღადებთ. დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანა აღდექით. ჩვენ განვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან. ლოცვითა და მარხვით ვესტრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლად მოწყალე უფალს, ღირსნი გამხვდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები წუხარება მოიცვა. დიდი მარხვის ჯვრის თაყვანის ცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომ ის მსგავსად განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუწყოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა გამბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს. მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას. უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა თვისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს. ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ. მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება, სიყვარული.
სწორედ ამ უსაზღრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულით და მადლიერებით. მადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგან სამერთობისთვის.